მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა გაიგეთ, ახლა ესეთი თემა იქნება. იმ ადამიანებისთვის იქნება, ვინც გაურკვეველ სიტუაციაში ხარ თქვენ პარტნიორთან მიმართებაში, რომ გავიგოთ პაუზა თუ დასასრული. განსხვავებული კარტზე გიკეთებთ ამჯერად ამ გაშლას. ეს არ არის თლათ ტაროს კარტი, ეს არის უფრო ნახევრად ტარო, ნახევრად ლენორმანი, ნახევრად განსხვავებული რომანტიული ნახატებით ძალიან საინტერესო კალოდა, რომელიც ასე ვთქვათ, რამოდენიმეჯერ სულ 1-2 მექნება ამ კარტზე გაკეთებული გაშლა. და აუცილებლად დააკომენტარეთ, რამდენად რეზონირებადია ამ გაშლით, ამ კარტით თქვენთვის ეს გაშლა. ყველა ვარიანტი ბოლომდე უყურეთ. მოიწონეთ, გამოიწერეთ თუ გვერდი გამოწერილი არ გაქვთ ჯერ ჩემი. ასევე დამწერეთ საერთო გაშლებისთვის რა თემები გსურთ. წავედით ახლა გავიგოთ რა ხდება თქვენ ემოციურ ფონში ახლა იმისთვის რომ მიხვდეთ რამდენად კონკრეტულად ეს გაშლა თქვენია, თუ თქვენი არ არის გადადეთ ჩემ გვერდზე და ბევრი გაშლები მაქვს, საარჩიეთ თქვენთვის ასრული თემატიკა. როგორ მდგომარეობაში ხართ ემოციურად ახლა თქვენ? კარტები ღია უმეტესობა და ბევრს ვერ გაჩვენებთ იმისთვის რომ არ დაიგულკოს. ესე დავფარავ ხოლმე ღია ადგილებს გოგონა ტირის გაყურებს პანჯარას. მოლოდინის რეჟიმში ხართ, ესე გეტყოდით პირდაპირ ემოციურად დაცლილი ხართ, არ ვიცი რამ გამოიწვია. შესაძლებელია სამკუთხედზე იყოს საუბარი. რაღაც ნაწილისთვის ყველა ვარიანტი იქნება სასიყვარულო სამკუთხედზე საუბარი, სადაც თქვენ მეუღლე ხართ თუ ადამიანი, რომელიც ისახდება ამ ადამიანს, ამ ყველაფერს არ გავარკვევ, ნაწილი ასეთი იქნება, ნაწილი ისეთი იქნება. უბრალოდ მოლოდინის რეჟიმში ხართ, ძალიან გთრგუნავთ, ასე ვიტყოდი, ემოციურად დისბალანსში გაგდებთ, დეპრესიაში გაგდებთ, ეს მოლოდინი გაურკვეველი, მოვა თუ არ მოვა, როდის მოვა, 10,000 ფიქრები ეჭვიანობის გჭირთ ამ ადამიანთან მიმართებაში და ძალიან სტრესულ მდგომარეობაში ხართ კონკრეტულად ეხლა ძალიან ენერგეტიკულად დაცლილი და უემოციო დადებითი მხრივ. რაღაცნაირად თითქოს ისეთი მომენტი გაქვთ, რომ აი დასასრულისკენ მიდის თქვენი ურთიერთობა. დასასრული თქვი, მიჩვენებენ რომ მამაკაცი წავიდა, ხელიც აგიწიათ შორიდან, მე მივდივარო და აბა შენ იციო, მიხედე შენ ცხოვრებას. ესეთი მდგომარეობა გაქვთ ყველა ვარიანტში. ურთიერთობა ამ მომენტისთვის დღესდღეობით არ გაქვთ, შესაძლებელია მიწარმოწერაც არ არის და საერთო დუმილია ორივეს მხრიდან. კიდევ ვიმეორებ, მეუღლე ბრძანდებით თუ საყვარელი პიროვნება, ამას არ გავარკვევ, იმიტომ რომ ნაწილი ასეთი იქნება და ნაწილი ისეთი იქნება. ამ გაშლაში ამის გარკვევის აზრი არ აქვს. გაშლა არის ორივე სქესისთვის, მამაკაცი უნდა თქვენ თავზე მოიგეთ ეს გაშლა. ვნახოთ ესე იგი ჩვენი თემა, მისი ფიქრები როგორია თქვენთან მიმართებაში. რას ფიქრობს თქვენზე? ფიქრობს რომ ელოდებით, ფიქრობს რომ მოწყენილი ხართ და სავარაუდოდ სწორედ ფიქრობს ასეთ მდგომარეობაში ხართ კონკრეტულად ახლა თქვენ ნაკლებად ჩანს კარტზე, მაგრამ ხო აი გამოჩნდა. უხასიათოდ არის გოგონა, არაფერი არ უხარია, არავინ არ უნდა. ფიქრობს რომ ელოდებით მის გამოჩენას სწორედ ზიხართ, ასე ვთქვათ, მოლოდინის რეჟიმში, როდის მოვა თქვენთან. ფიქრობს რომ ამ კარტითაც ფიქრობს რომ ელოდებით გახურებთ მის გზაკვალს, შესაძლებელია იმასაც ფიქრობს რომ მის სოციალურ ქსელებს ათვალიერებთ და ასე ვთქვათ რაღაცნაირად ინფორმაციის გაგება გინდათ მასთან დაკავშირებით, მისი ცხოვრება თქვენ გარეშე როგორ მიმდინარეობს, მისი ყოველდღიური რეჟიმი. ფიქრობს რომ აკვირდებით მას, არ ვიცი, ნანახი აქვს, გაგებული აქვს თუ შეგრძნების დონეზე ხდება ამ ყველაფერს, მაგრამ დიდი ალბათობით მართლაც რომ
ხართ ის ადამიანები, ვინც მის სოციალურ ქსელს აკონტროლებს, მის ფოტოებს, მის სოციალურ ქსელში როდის ანათებდა და როდის არ ანათებდა, რამდენი ხნის წინ გაქრა, ასე ვიტყოდი, ამ მოლოდინის რეჟიმზე ხართ, ასე ვთქვათ, გადასული და გენატრებად, რაც პრინციპში რეალობასთან ძალიან ახლოს არის. გადმოდგას თუ არა უახლოესი 1-2 თვის ვადებში ნაბიჯებს შესარიგებლად თქვენთან მიმართებაში. ნუ თუ მეუღლეები ხართ ცალკე ვიტყვი, ეს იმ შემთხვევაში თუ საყვარელი პიროვნება ხართ და რაღაცნაირი პაუზაა თქვენ ურთიერთობაში. ჯერჯერობით ორჭოფობს დიდი ალბათობით კიდევ ყავს სხვა პერსონაჟი, მინდა გითხრათ, ორიანით. რომელთან ურთიერთობაც აქვს, ან უკვე ის მომენტია, რომ აი ურთიერთობა უნდა დაიწყოს ფიზიკურ დონეზე ვგულისხმობ, გაშლა არის 18 პლუს მეგობრებო, პატარებისთვის ეს გაშლა იქნება, აქ არის ჩამოყალიბებული წყვილი, ვისაც ფიზიკური ურთიერთობები აქვს. აქვს შანსი მას დაიწყოს და დაწყებული აქვს უკვე ძალიან ახალი ცხელცხელი კიდევ სხვასთან სასიყვარულო სამკუთხედის გარდა, ან ყუყზეა, ასე ვთქვათ, მისული ეს მომენტი, რომ უკვე ურთიერთობა უნდა დაიწყოს. მას აქვს ორჭოფობა ამ თემატიკასთან დაკავშირებით, გააგრძელოს იმ ახალთან ურთიერთობა, თუ შერიგდეთ და დააპდეითოს, ასე ვიტყოდი, თქვენი ურთიერთობა. გამოვა თუ არა კონტაქტზე 1-2 თვის ვადებში საშუალოდ პლუს მინუს. მოლოდინის რეჟიმი გაქვს, შესაძლებელი დეპრესიამ ხელი ყოთ, ნახეთ როგორ არის გოგონა, ლანდად ფიქრებად აქვს წყვილის შეხვედრა. ანუ ძალიან ბევრი შეიძლება უძილო ღამე გქონდეთ ამ პერიოდის განმავლობაში, კონკრეტულად შეიძლება 2 თვე არა, საშუალო ვადები ავიღეთ, პლუს მინუს 1-2 თვის ვადები. მოლოდინის რეჟიმი შეიძლება კვებასთან დაკავშირებით დაირღვეს თქვენი რეჟიმი, ანუ რას გულისხმობ, შეიძლება მთელი დღე არ გახსენდებოდეთ ნერვიულობით საჭმელის მიღება და უძილობისგან და დეპრესიისგან ღამე დგებოდეთ და არ ვიცი რაღაცა ტკბილეულს მიირთმევდეთ, შოკოლადს მიირთმევდეთ, რამაც დიდი ალბათობით არის შანსები, რომ როგორც თქვენი ენერგობალანსის ენერგეტიკის დაბალანსებაში ხელი შეგიშალოთ აი ამ კვებამ და ამისგან არასწორმა კვებამ, ასე ვიტყოდი, ასევე შეიძლება წონაში მომატება გამოიწვიოს თქვენი და გაითვალისწინეთ ეს თემატიკა. ეს იმ ადამიანებისთვის ვიძახი, ვინც სასიყვარულო სამკუთხედში ხართ და თქვენი მეუღლე არ არის კონკრეტულად ეს პიროვნება, გექნებათ პერიოდი ორჭოფობის, როგორც თქვენ, ასევე იმის მხრიდან, მაგრამ მისი მხრიდან დიდი ალბათობა არის, რომ ახალ რომანტიკულ ურთიერთობაზე გქონდეს უფრო მეტი ენერგეტიკა გადატანილი, ვიდრე თქვენთან შერიგებაზე სამწუხაროდ. თუ მეუღლის სტატუსი გაქვთ, ამ შემთხვევაში გეტყვით, რომ ეს ურთიერთობა იქნება ძალიან ესეთი ოჯახურს გულისხმობ თქვენი საქმიანობით, ანუ სამზარეულო ოჯახის მიხედვა, რაც თქვენი ვალდებულებებია თვლით ოჯახში მეუღლის გამასპინძლება იქნება საღამოს თუ ასე ვთქვათ, მისთვის ეს ოჯახური დიასახლისის საქმეების მართვა, რომელიც თქვენზეა, ამ ყველაფერს აი ძალიან ოფიციალურ სტატუსად, ძალიან ესეთ მომენტად დაშორების გარეშე, მაგრამ ყოველგვარი ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ყოველგვარი შერიგების ემოციური ფონების გარეშე, აი თუ ეს მომენტი გაქვთ და ეს ეგრძელდება თქვენი ცხოვრებისეული რეჟიმი, იგივენაირად გაგრძელდება. თუ გაქვთ ძალიან რთული პერიოდი და სახლშიც არ მოდის ხოლმე, მაშინ ამ შემთხვევაში ამ ადამიანებისთვის სახლში მოვა, ძალიან მშვიდად, ძალიან სხვების დასანახად ოჯახური სტაბილურობის მომენტები გექნებათ უახლოესი 2 თვის განმავლობაში. თუმცა თქვენგან იქნება შანსი იმისი, რომ რაღაცა ფიზიკურ დონეზე იმოქმედოთ, შესთავაზოთ თქვენი ვაშლი, გოგონა ვაშს სთავაზობს აქ კონკრეტულად მამაკაცს და გამოიღებს შედეგს, ასე ვთქვათ, თქვენ თუ იმოქმედებთ ამ შემთხვევაში, უფრო დალაგდება თქვენი ემოციური ფონი ეს ოჯახში მყოფი ადამიანებისთვის. არა მყოფი ადამიანებისთვის რჩევა
თქვენ ემოციებს მოუყარეთ თავი. ძალიან ბევრი ეშმაკები დაგირბით გულში და სულში, დააბალანსეთ თქვენი ემოციური ფონი.